Biznesmen Giorgi Ramishvils ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ Silk Road ჯგუფის დამფუძნებელი სამართალდამცავებმა გუშინ თბილისის აეროპორტში დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით მოგვიანებით ის თავად გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში ბიზნესმენს ხელბარგის სკანერისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები უჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გიორგი რამიშვილს იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება ამას ეწოდოს შეცდომაც კი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით ბატონ გიორგის ექნება შესაძლებლობა მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება და მე თავს არ მივცემ უფლებას მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ბატონი გიორგი არანაირად პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს ამ ინციდენტს. ბატონ გიორგის დაუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია.